დავით ზალკალიანი უკვე გველოდება, ამიტომ ჩავრთოთ ბატონ დათო, მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ დაიცადეთ და გვისმენდით აქამდე. ბატონ დავით, რა თქმა უნდა, მაინტერესებს როგორ უნდა გამოხატოს თქვენი აზრით საქართველოს უკრაინის მიმართ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, მაშინ როდესაც არაერთი განცხადება იყო და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და ჩვენთვის ეს ცნობილია, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ასევე პრეზიდენტის მხრიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა რაში შეიძლება იყოს გამოხატული, თქვენ როგორ ფიქრობთ? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. მე არ მქონია შესაძლებლობა მთლიანად და გადაცემის დასაწყისიდან მესმინა იმ საუბრებისთვის, რომელიც მათ მიმდინარეობდა მხოლოდ ბოლო 2-3 წუთის განმავლობაში ჩავერთე. მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ძალიან მკვეთრად გამოხატა პოზიცია, მყისიერად, სულ რამდენიმე საათის დაბრუნებული ვიყავით ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთეს განცხადება, ამას მოყვა ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და მისი აპარატის განცხადება, სადაც იყო ძალიან ზუსტი გზავნილები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული სიტუაციიდან გამოსვლა და ზუსტი აქცენტები გაკეთა იმასთან დაკავშირებით და შეფასებები, რომ რუსეთის ეს ქმედება იყო შეფასებული როგორც აგრესიად, ანუ აგრესიად, რომელსაც ახორციელებს ქვეყანა, რომელიც თვითონ იყო 1994 წელს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე და თვითონ უნდა ყოფილიყო გარანტორი უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენს განცხადებებში იყო მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს აგრესია იყოს შეჩერებული იყოს ინტერვენცია და არ იყოს დაშვებული რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპაცია. და ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, იყო გარკვეული პარალელების გავლება 2008 წელთან, როდესაც საქართველოს საკუთარ თავზე იწვნია მართლაც აგრესია და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ამიტომ ის მოწოდებები, რომელიც გაისმა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაიდგას ძალიან მკაფიო და მკვეთრი ნაბიჯები, რათა შეჩერდეს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია, იყო ძალიან მართებული. ამიტომ ჩვენ ყველანაირად მე მინდა ასევე განსაკუთრებით აღვნიშნო კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც გაჟღერებული იქნა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში, სადაც იყო მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის მხრიდან უნდა მკაფიოდ იყოს გამოხატული საქართველოსთან მიმართებაში ევროპული პერსპექტივის გაჩენის აუცილებლობა ამ სიტუაციაში და ასევე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოსთვის ნატოს ფარგლებში სამოქმედო გეგმის მინიჭებასთან დაკავშირებით. აი მე ვფიქრობ, რომ ეს გზავნილები იყო ძალიან მიზანმიმართული, ძალიან მკვეთრი და გასაგები და მე მგონი არანაირი კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ამისა მაინც არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც მაინც არასაკმარისად მიაჩნიათ თქვენს ოპონენტებს. შესაბამისად მაინტერესებს თქვენი აზრი მოვისმინო. ხომ არ არის დაგეგმილი, ან ხომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა განხორციელდეს იგივე საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა თუნდაც უკრაინაში? ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გარდა განცხადებებისა განხორციელდა ასევე სატელეფონო კონტაქტი უკრაინელ პარტნიორებთან, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კონტაქტი მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინის, თავდაცვის მინისტრს ჰქონდა თავის კოლეგასთან სატელეფონო საუბარი. იცით თქვენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა გამოხატა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელოს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა დელეგაციებმა ეუთოში და ევროპის საბჭოში გააკეთეს ძალიან სერიოზული განცხადებები ამ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. იქ იყო ასევე მხარდაჭერა, კერძოდ ეუთოში ჩვენ მხარდაჭერა გამოვხატეთ ეუთოს მიმართ, რომ იცით თქვენ, რომ ეუთო
გამოთქვა მზაობა ეუთოს მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი რაც იყო გასაგებია რა იქნება, მაგას გეკითხებით ბატონ დავით. რაც კი შესაძლებელი იყო იმ სიტუაციაში საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვიქნებით ადეკვატური იმ სიტუაციისა, რომელიც განვითარდება უახლოეს პერიოდში. კი, თქვენ ასევე ახსენეთ ევროინტეგრაცია და რა თქმა უნდა თქვენი აზრი ძალიან საინტერესოა ამასთან დაკავშირებით, რა გავლენას იქონიებს უკრაინის მოვლენები საქართველოს ევროინტეგრაციაზე და მის მომავალზე ამ კუთხით. რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მომენტის გამოყენება. იცით თქვენ რომ რამდენ გუშინ საქართველოში იმყოფებოდა ევროკომისარი ფულე, დაგეგმილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შედგა, უпроსორად გადაიდო საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი. მსგავსი სახის მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში აუცილებლად იქნება და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ შექმნილი სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის გზავნილები საქართველოსთან მიმართებაში უფრო გამოიკვეთოს. მე შემთხვევით არ მიმხსენებია ის მიმართვა, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ იყო გაჟღერებული, კერძოდ ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ეს მომენტი აუცილებლად ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთის ეს იქნება გზავნილი არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ გზავნილი რუსეთის მიმართაც, რომ ევროკავშირი გვერდში უდგა საქართველოს მისწრაფებას, რომ იგი იყოს ინტეგრირებული. ანუ შეგვიძლია ჩვენ დღეს იმის თქმა, რომ შეგვიძლია იმის თქმა დღესდღეობით, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა უკრაინის მოვლენების გამო? რა თქმა უნდა, ინტერესი გაზრდილი არის, იმიტომ რომ საქართველო უკრაინასთან ერთად და მოლდოვასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყნებია და ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივახციეთ აღმოსავლეთ პარტნიორების ფარგლებში, ეს უდაოა და ამას სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ძაღლონეს არ დავიშურებთ და ყოველდღიური ჩვენი კონტაქტები, რომელიც არის და მომავალშიც იქნება ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სწორედ ამ მიმართულებით იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ჩვენს განცხადებაში საუბარი იყო ერთ მნიშვნელოვან მომენტზე, გარკვეული მიბმა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უფრო მკვეთრი გზავნილები გააჟღეროს რუსეთთან მიმართებაში ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. იცით თქვენ, რომ ჟენევაში არის ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა აიღოს საკუთარ თავზე ძალის არ გამოყენების ვალდებულება, საქართველოს ეს ვალდებულება უკვე აღებული აქვს და ამიტომ ის ფაქტი, რაც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ადვილად შეუძლია რუსეთს საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა და აქედან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა ამაზეც მიუთითონ რუსეთს, რომ რაოდენ აუცილებელი არის ამ სიტუაციაში, რომ რუსეთის მხრიდან მოხდეს ძალის არ გამოყენების ბატონ დავით, ასევე ძალიან ბევრს საუბრობენ და თქვენც აღნიშნეთ, ასევე წინა შეკითხვაზე პასუხის დროს, გარკვეულ პარალელებზე 2008 წლის აგვისტოს ომს გულისხმობ და იმასთან რაც დღეს ხდება უკრაინაში და ექსპერტებიც და სხვათა შორის პოლიტიკოსებიც საუბრობენ იმაზე, რომ მაშინ გარკვეულწილად დაგვიანებული იყო დასავლეთის რეაქცია. როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად ადეკვატურია დასავლეთი იმასთან დაკავშირებით, რამდენად დროულია მისი რეაქცია და რამდენად იმოქმედებს რუსეთის მიმართ, თუნდაც აი ამ სანქციების გატარება, რამდენად იმოქმედებს რუსეთზე? ზოგადად მოახდენს თუ არა ეს გავლენა შეცვლის თუ არა მის პოლიტიკას? მე ვიტყოდი, რომ დასავლეთის რეაქცია გაცილებით უფრო ოპერატიულია, უფრო ადეკვატურია, ვიდრე 2008 წელს, თუმცა ამაში მათ ხელს უწყობს ძალიან უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებაც, რომელიც მადას სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა რუსეთის მხრიდან, ისინი არ წამოეგნენ პროვოკაციას, ძალიან თავშეკავებულად იქცევიან, ძალიან ბევრი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება რომ წამოგებოდა გარკვეულ პროვოკაციას და საბაბი მიეცა რუსეთისთვის, რომ უფრო მეტი აგრესია განეხორციელებინა და ინტერვენცია უფრო ფართო მასშტაბიანი ყოფილიყო, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ არ მისცა ამის შესაძლებლობა და ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმაზე, თუ რა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ისინი შექმნილ სიტუაციას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ქმედება უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს დასავლეთს და ევროპელ პარტნიორებს, რომ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები გადადგან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აგრესია და ინტერვენცია იყო შეჩერებული.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ ჩაგვერთვეთ პირდაპირ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი